გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ქვეყანაში უცხოელის დასაქმების შესაძლებლობა იზღუდება. მთავარი სიახლე გახლავთ შრომითი საქმიანობის უფლება, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შრომითიან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული ექნება. შრომითი საქმიანობის უფლებას კი გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც უნდა მიმართოს დამსაქმებელმა კომპანიამ. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 20 კალენდარული დღე ექნება, ასე გაიწერა კანონში. სხვა დეტალები კანონ ქვემდებარე აქტებით უნდა განისაზღვროს, რომელიც რამდენადაც ვიცი, ჯერ არ გამოქვეყნებულა. რამდენად ლოგიკურია უცხოელების დასაქმების შეზღუდვა ქვეყანაში, როცა კერძო სექტორი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალის დეფიციტს, მათ შორის სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს და რა რისკებს ხედავენ დამსაქმებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირებაში. დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაია უპასუხებს დღეს წერტილის კითხვებს და ვფიქრობ, სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის სხვადასხვა კომპანიას, ვინც ამ ახალი რეგულაციის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის ან არსმენია. შეიძლება 1 მარტამდე 2.5 თვე რჩება, მაგრამ ბიზნესმა თადარიგის დაჭერა უკვე დაიწყო. დღეს უცხოელთა დასაქმების ახალ წესებთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ასოციაციაში იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ასოციაციამ წევრებს ახალი რეგულაციები გააცნო და მოისმინა ბიზნესის პოზიციაც. უფრო მეტს რამდენიმე წუთში თავად ვახტანგ შურღაია მოგვიყვება, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, უფრო სწორედ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით თუ მოტივით მივიღო. მოვისმინოთ, რა ეწერა ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში კიდევ ერთხელ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი. ამავდროულად კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისათვის საქართველოში დასაქმებაზე. აღნიშნული კი თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური და ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც. ასევე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას. შარშან ზაფხულში, როდესაც პარლამენტმა უცხოელების დასაქმების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტს თხოვეთ პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ოთარ დანელიას უწყებამ დუმილი აირჩია. არადა ბიზნეს ომბუდსმენი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, როდესაც BMG-მ შემთხვევით ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე ამ თემაზე კითხვა დაუსვა მას, ჯერ თავი იმართლა იმით, რომ ბიზნესს მისთვის არ მიუმართავს, შემდეგ კი თქვა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად დასაქმდესო. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ოთარ დანელიას კომენტარი BMG-ის არქივიდან. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსი იყოს მაქსიმალურად დასაქმებული. სხვა ბიზნესი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენთან არ მოსულა. ჩვენ პოზიცია არის, რომ უპირატეს პირობაში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე ეჭვმეპარება, რომ ბიზნესი იმდენად უჭირდეს, რომ აუცილებლად ჭირდებოდეს მაინც-დამაინც უცხო, თუ ეს რაღაც გარკვეულ საექსპერტო წრეებს არ წარმოადგენს, რომ ესე ვთქვათ, ყოველდღიური დასაქმების ნაწილში საქართველოში მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსია იმისთვის, რომ მოხდეს მისი რეალიზება და ბიზნესში ჩართვა. ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი წელს 1 იანვრიდან გაუქმდა, ასე ჩათვალა საჭიროდ ხელისუფლებამ. თავად ოთარ დანელია კი მარიამ ქროვიშვილის, ანუ ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს სამინისტროში და ასე გითხრეს ბიზნეს ომბუდსმენის სტატუსსაც შეინარჩუნებს. სხვა თუ არა დამსაქმებელთა ასოციაციამ თავის დროზე ოთარ დანელიას ბიზნესის ინტერესების დაცვა ან ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის მომზადება ამ კითხვასაც დავუსვამთ დღეს ვახტანგ შურღაიას, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული
კომიტეტის თავმჯდომარე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. მოკლედ 1 მარტიდან უცხოელთა დასაქმების ახალი წესები შედის ძალაში, რადგან დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა ეს კანონი, შეიძლება ძალიან ბევრმა კომპანიამ არც იცის ამის შესახებ, ამიტომ ვფიქრობ საინტერესო იქნება ძალიან მოკლედ მოვუყვეთ მაყურებელსაც ახლა რა პროცედურების გავლა უწევთ დამსაქმებლებს რომ დაასაქმონ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქე და რა შეიცვლება 1 მარტიდან. კი ბატონო. ანუ დღეს მდგომარეობით ჯერ კიდევ იმისათვის რომ უცხოელი დავასაქმოთ ჩვენს კომპანიაში საჭიროა მხოლოდ ამ უცხოელის რეგისტრაცია უცხო დასაქმებულ ძალთა რეესტრში, რომელიც შრომის სამინისტროს გააჩნია. ფაქტობრივად ელექტრონული წესით ხდება აღრიცხვა, სხვა დამატებით ეტაპების გავლა, ნებართვა, თანხმობის მოპოვება არ არის საჭირო. ძალიან მარტივად შეკავს ამ მონაცემები ამ პირის ამ რეესტრში და პირს ასაქმებს შენთან. 1 მარტიდან შემოდის ინსტიტუტიდან ნებართვის მოპოვება, რაც ნიშნავს იმას, რომ იმისაც რომ ჩვენ დავასაქმოთ უცხოელი ჩვენს კომპანიაში, საჭირო არის განცხადების წარდგენა. დასაქმების სააგენტოში იქნება სავარაუდოდ, შემდგომ დასაქმების სააგენტო განიხილავს ამ განაცხადს 30 დღის განმავლობაში. დაწესდება ასევე საზღაური თითოეული ესეთი განაცხადის განხილვისთვის არაუმეტეს 500 ლარი წერია კანონში და 30 დღის შემდგომ უკვე მიიღებს შესაბამისი უწყება გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე ან ნებართვის გაცემაზე უარისქმის შესახებ. ნებართვის მიღების შემთხვევაში უკვე პირს წარმოეშობა უფლება რომ თუ ის საზღვარგარეთ იმყოფება მიმართოს შესაბამის საკონსულოს, მიიღოს D1 კატეგორიის ვიზა და ჩამოვიდეს საქართველოში, თუ ის საქართველოში არის ლეგალურად ამ ეტაპისთვის 10 დღის ვადაში მიმართოს იუსტიციის სახლს და მიიღოს შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. ეს არის პროცედურა მოკლედ. აქ რაშია პრობლემა? პრობლემა როგორც ვიცი, დღეს სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა იურიდიული კომიტეტის დამსაქმებელთა ასოციაციის, სადაც წევრებს გააცანით ახალი რეგულაციები და მოისმინეთ მათი პოზიციები. დღეს ჩვენ წევრებთან ჰქონდა შეხვედრა, დეტალურად გავაცანით აღნიშნული კანონი. მოვისმინეთ მათგან ის კონკრეტული შენიშვნები თუ პრობლემები, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ წააწყდებიან ამ ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ კანონქვემდებარე აქტი, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ამ შემთხვევაში თუ რა კრიტერიუმებით მოხდება თანხმობის გაცემა, ან რა დამატებითი დოკუმენტაცია საჭირო წარსადგენად, როგორ უნდა დაასაბუთოს მაგალითად დამსაქმებელმა, რომ ესა თუ ისე კადრი მის ესაჭიროება, ეს ჯერჯერობით გაწერილი არ არის. კანონის ამოქმედება და ეს ამ კანონქვემდებარე აქტის მიღების ვადა ერთმანეთს ემთხვევა, ანუ 1 მარტს, ანუ გამოდის ეს ამდენად ნორმალურია. ზოგადად რო შევაფასოთ, ყოველთვის ჯობია რომ წინსწრებად იცოდეს ნებისმიერმა როგორც ბიზნესმა, ასევე პირმა იმ რეგულაციის შესახებ, რომელიც უნდა ამოქმედეს. ერთი ნიუანსი არის ის პირები, ვინც დღეს დასაქმებულთა რეესტრში არიან აღრიცხულები, მათთვის ამ კანონის მოქმედება გადაწეული არის 1 იანვრამდე 2027 წლის. ანუ მათ აქვთ გარკვეული მათ აქვთ გარკვეული ლუფტი, რომ დაელოდონ, მოვიდა შემდგომ უკვე მოიპოვონ კანონი. თუმცა მნიშვნელოვანი არის აქ კანონში გვაქვს ესე ჩანაწერი, რა შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს უარი თქვას თანხმობის გაცემაზე. ეს და ასეთი ჩანაწერი არის. თუ ამ პირის კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს ბაზრის მოთხოვნებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რას ნიშნავს ეს და ზუსტად ამას ველოდებით კანონქვემდებარე აქტში, რომ გაიწეროს დეტალურად და რომ ჩვენ წინასწარ ესე ვთქვათ, გქონდეს საშუალება გავიგოთ. ვინ უნდა გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო? ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოსცეს შესაბამისი აქტი, რომელსაც სადაც უნდა გაიწეროს მთელი ეს პროცედურა, ესე ვთქვათ, დეტალურად. აღიწეროს ყოველი პუნქტი, მაგალითად, რა კვალიფიკაციის მატარებელი არის, რომელ სფეროებში გვაქვს ნაკლებობა, ან რომელ სფეროებში არ გვაქვს ნაკლებობა, რომელი არის ის გამონაკლისები არის ამ კანონით დაშვებული, რომ აი მაგალითად უცხოელებს თავისუფლად დაასაქმებს სიტყვაზე მეტალურგიის სფერო, რადგან იქ რაღაც გვჭირდება განსაკუთრებული კვალიფიკაცია. თუ ესეც კანონქვემდებარე აქტში კანონქვემდებარე აქტში რას ჩაწერენ და რა დარიგდება დღის გომრეთ არ ვიცით. ზუსტად ამას ემსახურებოდა დღეს ჩვენი შეხვედრა, რომ ეს მომზადებული კითხვები და ეს საკითხები მივაწოდოთ შესაბამის უწყებას, რათა ერთობლივ მუშაობის შედეგად ან თვითონ მუშაობის შედეგად ისეთი აქტი მივიღოთ, რომელიც ბიზნესს უფრო ესე ვთქვათ, გაუმარტივებს იმ საჭიროებებზე მორგებას, რაც დღეს რეალურად აქვთ.
კი ბატონო. ამ პროცესებზეც მინდა ვისაუბროთ, მართალია ეს პროექტი კანონად ძალიან დაჩქარებულ ვადებში იქცა, მაგრამ იქამდე რა კითხვაც დავსვი. დღეს, როდესაც წევრებს გავუკეთეთ ერთგვარი პრეზენტაცია, რომ ასე იქნება 1 მარტიდან. მოგვიყვებით ძალიან მოკლედ, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას, რამდენიმე კომპანია თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები და რა იყო ის ძირითადი კითხვები, რაც დამსაქმებელებს, კომპანიების მენეჯერებს, ხელმძღვანელებს აქვთ. კი ბატონო, შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადად ჩვენი წევრები ამ შემთხვევაში, როგორც მსხვილი წარმოებლები, ასევე ფარმაცევტული სექტორიდან, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც უშუალოდ ყავთ დასაქმებული ერთ ჩვენ წევრს მაგალითად 1000-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული უცხოელი, საკმაოდ დიდი საწარმო. თვითონ კომპანია თვითონ რა დაასახელოს, შემდგომ თუ სურვილი ექნებათ, მაინც თავს შევიკავებ. და შესაბამისად, მათ ყველას აქვთ ეს განცდა, რომ 1000 ადამიანი ყავს დასაქმებული და როგორ უნდა განახორციელოს, ესე ვთქვათ, რა ვადებში უნდა განახორციელოს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს 1000 ადამიანს. 1000 ადამიანი ხო არ არის ახლა მაღალკვალიფიციური და ინჟინერი. ეს არის სამუშაო ძალა, რომელიც რეალურად ასრულებს იმ სამუშაოს და რომელიც საწარმოდ გაასწრეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია. ასევე არის მაგალითად პრობლემური საკითხად დღეს ერთ-ერთმა კომპანიამ წამოაყენა, რომ ჩვენ გვყავსო უცხოელი აუდიტორებიო, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები, ესე ვთქვათ, ხელშეკრულების ფარგლებში გვაიძულებენ ცუდი სიტყვა, მაგრამ ანუ გვაქვს ვალდებულება, რომ გვყავდეს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც შეამოწმებენ ჩვენ საქმიანობას, ჩამოვლენ ერთი დღით ადრე შეიძლება გაგვაფრთხილონ მაქსიმუმ, ჩამოვლენ, შეხედავენ, საწარმოს დაათვალიერებენ. ეს პირები, ვინც ჩამოდიან, ფაქტობრივად უცხოელები არიან, ჩამოდიან და საქმიანობას წევენ ამ კომპანიისათვის, კანონის განმარტებით, მათ შორის მათზეც უნდა გავრცელდეს, ანუ ფაქტობრივად შეუძლებელი, ხო, ერთი დღით ადრე თუ მაფრთხილებ, 30 დღიანი ვადა მაქვს კიდევ განცხადების განხილვის. ნონსენსია, შესაძლოა შეუძლებელია ამის განხორციელება. აქედან გამომდინარე, ასეთ ნიუანსები კიდევ ბევრი არის. სხვა კომპანიას რაღაცა დანადგარს აინსტალირებს, ახალი დანადგარი, ახალი ხაზი უნდა დააყენოს, შესაბამისად ჩამოყავს სპეციალისტები, რომლებიც ამ ხაზის დაყენებაზე, დაინსტალირებაზე მუშაობენ. ესეც ხო შეფერხება არის ახალი საწარმოების გახსნისათვის. შესაბამისად, ეს დეტალები მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად იყოს გაწერილი კანონქვემდებარე აქტში. კანონში რა წერია, იმას რა თქმა უნდა ვეღარ ავალთ, ანუ თუ ცვლილება არ განხორციელდება, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ესეთი ნიუანსები კანონქვემდებარე აქტით ხებაიც იყოს გათვალისწინებული. 30 დღე რა დრო არის იმისთვის, ანუ უფრო სწრაფადაც შეიძლება თუ რომ დასესნება თქვა უცხოელზე შრომის უფლების და საერთოდაც როგორ წარმოგიდგენიათ ჯანდაცვის სამინისტრო თუ გარკვეულ ადამიანურ რესურსს არ დაიმატებს რაღაც ახალი დეპარტამენტი თუ არ შეიქმნება, ასე დაჯდეს და როგორ უნდა გაანალიზოს X კომპანიას, რომელსაც უნდა უცხოელის დასაქმება 5 თუ 10 ადამიანის, მოდი ამაზე უარი ვუთხრათ, იმიტომ რომ აგერ ამდენი მშენებელი ან კერავი გვყავს ჩვენ დაუსაქმებელი და ვაიძულოთ, ასე ვთქვათ, ქართველი დაასაქმოს. ყავს ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები, მათ შორის დასაქმების დეპარტამენტი, უმუშევრობის დეპარტამენტი, სხვადასხვა დეპარტამენტი შესაბამისად. მაგრამ არის იქ ის კომპეტენცია, რომ ესე გადაუწყვიტონ კომპანიებს, ან რამდენად სწორია ეს? ის კომპეტენცია და ადამიანური რესურსი რამდენად გააჩნია, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. არ გვაქვს უბრალოდ ინფორმაცია, შესაბამისად არ ვიცით. ამ კანონის აღსრულებაზე მეორე მხრივ იმუშავებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე შრომის ინსპექცია. და შესაბამისად მათ სავარაუდოდ უფრო მეტი საშუალება აქვთ რომ კანონის აღსრულება, თუმცა ისინი აღსრულების ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო ნებართვის ნაწილზე ჯერჯერობით ესე ვთქვათ ვაკუუმი გვაქვს ინფორმაციული, რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ამ ხელა სამუშაოს გაწევა დროულად. კანონი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია დაჩქარებული წესითაც განიმარტოს, ან სავარაუდოდ იქნება რაღაც 200 ლარად 30 დღეში, 300 ლარად უფრო მალე, სავარაუდოდ რაღაც მაგდაგვარი იგვექნება განხორციელება, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ 30 დღეში მოპოვებული ნებართვის შემდგომ ის ადამიანი თუ საქართველოში არ იმყოფება, ცალკე კიდე საკონსულო ვიზა აქვს ასაღები. ეს ცალკე ასე ვთქვათ პროცედურაა, რომელიც სავარაუდოდ კიდე 15 დღეს მაინც წაიღებს. ანუ 45 დღეზე
პერიოდზეა საუბარი და არის საწარმოები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისად, მათთვის არის პერიოდები, როდესაც საჭიროა ყისიერი რეაგირება, ყისიერი მუშახელის ჩამოყვანა რაღაცა 2 კვირით ან 1 თვით და ბიუროკრატია მკვეთრად იზრდება ამ კანონით დამსაქმებლებისთვის. ბიუროკრატია იზრდება თავისთავად, გაცხადებული მიზანით. ყველაზე მეტად რა შიშები აქვთ დამსაქმებლებს დღეს ამ ახალ რეგულაციასთან მიმართებით და თქვენი წევრების მაგალითზე თუ შეგიძლიათ სფეროები გამოგვიყოთ, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხება ეს რეგულაცია. ყველაზე მეტად შეეხება ეს წარმოებას. იქ, სადაც ესე ვთქვათ, მუშახელის დიდი რაოდენობაა საჭირო და შესაბამისად ყისიერი რეაგირება ჭირდებათ. შემდგომ ესე ვთქვათ, რომ დაუბრუნდეთ და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ბიუროკრატია იზრდება. გვესმის, რომ შრომის ბაზრის დაცვაც აუცილებელი არის, თუმცა მთავარი რაც არის, ეს არის განჭრეტადობა. როდესაც კანონს მიიღებ და შენ კანონქვემდებარე აქტისთვის გაქვს 8 თვე, ბოლო დღემდე არ არის საჭირო მიტანა, შესაძლებელი არის წინასწარ ამ კანონქვემდებარე აქტის თუნდაც ბიზნესთან გავლა, თუ არ ითვალისწინებ შენიშვნას, უბრალოდ გააცანი იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდეს ბიზნესი, შესაბამისად დაგეგმოს თავისი საქმიანობა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება თავის ბიზნესის. აბსოლუტურად კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა შარშან მიიღო დაჩქარებული წესით. შესაბამისად, თქვენ ესწრებოდით მოახერხეთ დასწრება საკომიტეტო განხილვებზე, პოზიციის დაფიქსირება ასოციაციამ თუ ვერ? არა, ვერ მოვასწარით, ფაქტობრივად დაინიცირებიდან კანონის მიღებამდე 1 კვირაც მე მგონი არ იყო გასული. არა, ამ კანონპროექტის ავტორები არიან ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ბიზნესმენები. შოთა ბერეკაშვილი, დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე, ანტონო ბოლაშვილი, ასევე ბიზნესიდან გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალიაზაძე, ლომინაძე. თითქმის ყველას ქონია ბიზნესთან შეხება და ალბათ ძალიან კარგად იციან, როგორი მნიშვნელოვანია განჭვრეტადი გარემო და ნაკლები რეგულაცია ბიზნესისთვის. კარგი, პარლამენტს ვერ მიაწვდინეთ ხმა თუ არ დაინტერესდათ ბიზნესის აზრით, როცა ამ კანონს იღებდა. ბიზნეს ომბუდსმენთან თუ მისულ ხართ მე დასაწყისში. ერთად ვუსმენდით ოთარ დანელიას, რომელიც დღესაც როგორც ვიცი წესით ბიზნეს ომბუდსმენის ასე ვთქვათ უფლებამოსილებასაც ასრულებს, ჩემთვის ბიზნესს არ მოუმართავსო. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი აქტიურობით ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი ბოლო წლებში არ გამოირჩევა. ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი ბოლო წლებში აქტიურობით არ გამოირჩევა და ამ საკითხთან დაკავშირებითაც პირდაპირ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია. თუმცა მახსოვს დრო, როდესაც ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი კანონპროექტის დაინიცირების დროს თავადაც იყო ჩართული და შესაბამისად არ საჭიროებდა დამატებით განცხადებებით მიმართვას იმისათვის, რომ თავისი პოზიცია დაიფიქსირებინა. რაზე მიანიშნებს ეს? არც მაყურებს დავტოვოთ ეს საკითხი, თვითონ გადაწყვეტო რაზე შევა მიანიშნებდეს ეს. კი ბატონო, დღეს ის მინისტრის მრჩეველიც არის და მეეჭვება ახლა მაინც დააფიქსიროს პოზიცია. კიდევ რამდენიმე ისეთი დეტალური კითხვა მინდა დავსვა ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რა სტრატეგია აქვს ხო პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიკითხავ დამსაქმებელთა ასოციაციას, ალბათ პრობლემების იდენტიფიცირება თუ მოსალოდნელი გამოწვევების გააკეთეთ, რას აპირებთ აწი მიმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, ეცდებით მაინც ბიზნეს ომბუდსმენთან დასვათ კითხვები თუ ისევ პარლამენტს როგორი მოქმედებს? ჩვენი შეხვედრის დღევანდელი მიზანი ზუსტად ეს იყო, გავაკეთეთ პრობლემების იდენტიფიცირება, მოვამზადებთ შესაბამის წერილობით დასაბუთებას, მიმართავთ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან მათ უნდა მიიღონ ეს შესაბამისი აქტი. თუ მათგან არანაირი გამოხმაურება არ იქნება, რა თქმა უნდა, მიმართავთ ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან ეს არის დარგობრივი სამინისტრო, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ბიზნესისთვის, ესე ვთქვათ, ესეთი
ღია საკითხები რამდენად დიდ პრობლემას წარმოშობს. რომ ღია საკითხი, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ, შესაბამისად, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ, ეს წარმოშობს პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ეს კომუნიკაცია წარმატებით და დადებითად ჩაივლის და კანონქვემდებარე აქტში მაინც აისახება ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც ჩვენ დავაფიქსირებთ. ყველაზე მეტად რა კითხვებზე გჭირდებათ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი პასუხები იმისთვის რომ მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები იყოს ბევრად მკაფიო და გასაგები. კი ბატონო, გჭირდება პირველ რიგში რომ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული რა დოკუმენტაცია საჭირო, ვინ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს ამა თუ იმ კადრის დეფიციტი, თუ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ისე ვთქვათ 10 წელი რომ მუშაობდა საკმარისია თუ შეიძლება 2 წელი მუშაობდა, თუმცა ჰარვარდი აქვს დამთავრებული, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დეტალებს და ვფიქრობთ, რომ ასეთ დეტალების დაზუსტება მნიშვნელოვანია, რომ კანონქვემდებარე აქტში ზუსტად იყოს ასახული და იქაც არ იყოს ორაზროვანი, ესე ვთქვათ, პასუხის საშუალება, სადაც სამინისტრო ესე თავის ნებაზე მოახდენს გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ ვახტანგ როგორც ვიცი თქვენი იურიდიული ფირმაც გაქვთ, იურიდიულ საქმიანობასაც ეწევით, რამდენად წონიანია ან რატომ არ არის წონიანი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, კანონპროექტის ავტორების მიერ დაწერილი სავარაუდოდ არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამ რეგულაციით მათ სურთ დაიცვან ქართული შრომის ბაზარი, იმიტომ რომ ვიზო მიმოსვლების გამო საზღვრები ღია და აღარ დარჩა ფაქტობრივად ეგ ვითხრეს სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისთვისო, თუმცა მეორე მხრივ არაერთი კვლევით, მათ შორის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის ბოლო წლებში ყველაზე მთავარი გამოწვევა კერძო სექტორისთვის სწორედ არის სამუშაო ძალის დეფიციტი და განსაკუთრებით კვალიფიციური სპეციალისტების. კი ბატონო, ბოლო 10 წელია ბიზნესს თუ კითხავდი, მთავარი პრობლემები რა არის? ანუ ფინანსური ხელმისაწვდომობა, თავისუფალი ვაჭრობა და შესაბამისად კვალიფიციური მუშახელის არარსებობა. ეს არ შეცვლილა ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ არ ესე ვთქვათ, არაფერი ამოძრავებელი მნიშვნელოვანი არ განხორციელებულა, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო. შესაბამისად, როდესაც პრობლემა არსებობს, ბიზნესიც პოულობს გამოსავალს და ამ შემთხვევაში უცხოური მუშახელი დასაქმებით. ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც არის თავისუფალი ადგილი, ყოველთვის ჩნდება სამუშაო ძალა. იმ შემთხვევაში, რო შევხედო ბიზნესის კუთხით, ანუ უფრო იაფი მუშახელი არის ადგილობრივი. მას არ სჭირდება არც ტრანსპორტირება, არც ცხოვრების ხარჯი, არც არაფერი. როდესაც შენ ადამიანი ჩამოყავს სხვა ქვეყნიდან, მას უნდა უზრუნველყო გარდახელფასისა, ასე უნდა უზრუნველყო საცხოვრებელი პირობები, დაზღვევით, გადაფრენით, მგზავრობით და ასე შემდეგ. ანუ ის არასწორია წარმოდგენა, თითქოს და უცხოური მუშახელი არის უფრო იაფი. აი ეს არასწორია. და საქმეებს ურჩევნია უცხოელის. არ ურჩევნია, ნამდვილად ურჩევნია, როდესაც ადგილობრივები დასაკვდებია, თუმცა ვინაიდან იყო ეს გეფი, შესაბამისად ამ გეფმა გამოიწვია ამ მუშახელის ქვეყანაში შემოსვლა. ეს ჩვეულებრივი პროცესი არის, ანუ იგივე პროცესი მინდიას, როგორც საქართველოსთან, როდესაც ხდება ემიგრაციაში ადამიანების წასვლა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ, ესე ვთქვათ, არის განთავისუფლდა ადგილი და იმ ადგილის ათვისება ხდება. დღეს იყო კვლევა თუ არ ვცდები გამოქვეყნებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს 100 მე რაღაცა ქვეყანა არის ემიგრანტების კუთხით, შესაბამისად არც ისეთი დიდი მაჩვენებელი არის ამ ქვეყანაში ემიგრანტების, როგორც ესე ვთქვით, იტყვიან და იძახიან. თუმცა მახსოვს კანონპროექტის განმარტებით ბარათში, თქვენ ახსენეთ პორტალი, სადაც უცხოელები ვალდებულები არიან და არეგისტრირდნენ, ავტორები წერდნენ, დეპუტატები ქართული ოცნების, რომ 40,000 თუ არ ვცდები არის რეგისტრირებული და ჩვენ ხო ვიცით ბოლო პერიოდში უფრო მეტია ქვეყანაში შემოსული და აი ეს პორტალი ამ მიზანს ვერ ემსახურება, არ რეგისტრირდებიან და ასე შემდეგ. ანუ ადმინისტრირების ნაკლებობა ამ შემთხვევაში ბიზნესზე გადმოიტანეს და აუცილებელი გახადეს ბიზნესისთვის მეტი რეგულაციების დაცვა, მეტი ქაღალდის და მეტი ბიუროკრატიის გადალახვა, იმისათვის რომ პორტალზე მეტი ადამიანი იყოს დარეგისტრირებული. რის ხარჯსაც ალბათ საბოლოოდ ბიზნესთან ერთად მომხმარებელიც დაზარალდებით და ფასები გაიზრდება. ფასების თემა ძალიან აქტუალურია, ბოლოსკენ ამაზეც მინდა გკითხოთ, მაგრამ იქამდე კიდევ ერთხელ ვუთხრათ
დამსაქმებლებსაც, ვისაც შეიძლება მწირი ინფორმაცია აქვს ამ ახალი რეგულაციის შესახებ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხოელს დაასაქმებს კომპანია. ვინს რა პასუხისმგებლობა ეკისრება? ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დამსაქმებელს, ასევე უშუალოდ დასაქმებულს. დასაქმებულის შემთხვევაში 1000 ლარი არის გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო დამსაქმებულის შემთხვევაში 2000 ლარი. ეს არ ეხება ზოგადად ესეთ პრაქტიკას, არამედ თითო დასაქმებულს. მაგალითად, თუ კომპანიაში 10 უცხოელია დასაქმებული შესაბამის ნებართვის გარეშე, გამოდის, რომ 10 ჯერ 2000 ლარი უნდა გადაიხადოს კომპანიამ და შესაბამის თითო პირმაც 1000 ლარი. ანუ ერთი ჯარიმა მეორეს არ აუქმებს, ფაქტობრივად გამოდის, რომ თითო დარღვევაზე 3000 ლარიანი დარღვევა ჯარიმა არის. ამასთან გაძევებაც, დეპორტაციაც და ასე შემდეგ ითვალისწინებს ეს კანონი. რას ურჩევდით კომპანიებს, რომლებსაც უცხოელი კადრის აყვანა სურთ? ვისაც უკვე ყავს უცხოელი, მას გარკვეული ვადა აქვს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ხო? 2027 წლამდე რომ საბუთები მოუწესრიგოს ასე ვთქვათ. კი ბატონო, მათ ვისაც უკვე ყავს დასაქმებული და მნიშვნელოვანი არა უბრალოდ დასაქმებული, არამედ ამ ელექტრონულ ბაზაში არის რეგისტრირებული, მათთვის ვადა არის 2027 წლის 1 იანვრამდე. ყველა სხვა დანარჩენი, ვისაც ჯერჯერობით ეგეთი დასაქმებული არ ყავს, მაგრამ სურვილი აქვს, რომ უცხოელი დაასაქმოს, უნდა დაელოდოს კანონქვემდებარე აქტის ამოქმედებას, გამოქვეყნებას და შემდგომ უკვე მიმართოს სამინისტროს შესაბამისი განცხადებით შრომის უფლების მოპოვების მიზნით. კი ბატონო. ჩვენც რა თქმა უნდა მიმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს მედია BMG ყოველთვის ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით. ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, შიში თუ პრობლემა რაც ამ ახალმა რეგულაციამ შეიძლება დამსაქმებელს მოუტანოს, რა არის თქვენი შეფასებით, როგორც იურისტის ბიუროკრატია, თუ შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს რაღაცები ჯანდაცვის სამინისტრომ და საბოლოოდ დამსაქმებელმა ვერ აიყვანოს სასურველი კადრი, ან სახელმწიფომ დაავალდებულოს მან აიყვანოს საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ისეთი კომპეტენციით არა. რა რისკებს ხედავთ ყველაზე მეტად? ყველა ეს რისკი, რაც ჩამოთვალე, შესაძლოა რომ ნამდვილად აღსრულდეს. მნიშვნელოვანი არის, როგორც უკვე აღნიშნე, ინფორმაციის შესაბამისად მიწოდება კომპანიებისთვის. ანუ 1 მარტამდე, როდესაც კანონი უნდა შევიდეს ძალაში, უნდა გამოქვეყნდეს კანონქვემდებარე აქტიც. მნიშვნელოვანია, რომ კანონქვემდებარე აქტი დაასწროს ამ კანონის ამოქმედებას და კონდეს ბიზნეს ვადა მოსამზადებლად. თუნდაც მათთვის, ვინცაც აპრილში გეგმავს სეზონი იწყება, მოცვის სეზონი იწყება, შეიძლება მუშახელი ყოველთვის ჭირდა ფიქრობს უცხოელი დასაქმებას, ან წიგნმნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, კანონქვემდებარე აქტის დროულად მიღება იმისათვის, რომ ბიზნესი მოემზადოს. რაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, ბიზნესი ყოველთვის ერგება იმ შესაბამის რეგულაციებს, ცუდად თუ კარგად, იმიტომ რომ სხვა გზა ბიზნესს არ გააჩნია. ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვანი მთავარი ასპექტი რაც აქ არის, ეს არის დრო, რომელიც იწურება და მნიშვნელოვნად დროულად იყოს მიღებული. დღეს რამდენად განჭვრეტადია საქართველოს ბიზნეს გარემო? საქართველოს ბიზნესის კეთებისთვის როგორ ფიქრობთ? რთული შეკითხვა არის. იქიდან გამომდინარე, რომ კანონები საკმაოდ სწრაფად იცვლება. მახსოვს დრო, როდესაც როი, ასე ვთქვათ, იმ კანონის განხილვები მიმდინარეობდა. ამჟამად ძალიან დაჩქარებულია კანონების განხილვა და რაც ქმნის ზუსტად მაგ განჭვრეტადობის პრობლემას. მნიშვნელოვანია, რომ ის კანონები, რომელიც პირდაპირ ეხება ბიზნესს, განხილული იყოს ბიზნესთან ერთად და შესაბამისად ჩვენი ხმა მოისმინოს კანონმდებელმა. ბატონო, და როგორც იურისტს არ შემიძლია არ კითხოთ, დღის მთავარი თემა და ალბათ ხვალაც იქნება სურსათის ფასები და ასე ვთქვათ, სასურსათო პროდუქტების გაიაფების მიზნით დაწყებული გამოძიებები, არაერთ სადისტრიბუციო და სავაჭრო კომპანიაში შევიდა სუსი, ცალკე შესულა საგამოძიებო სამსახური. რა გზავნილია ეს ბიზნესისთვის და არის პრობლემა იმ მასშტაბის, რომ ამ ფორმით ესაუბროს სახელმწიფო კერძო სექტორს. როდესაც გვაქვს კონკურენციის სააგენტო, როდესაც გვაქვს ეროვნული ბანკი, როდესაც შეხვედრები ღიაა. საინტერესო არის ზოგადად განვითარებები მოვლენები. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენციის სააგენტო საკმაოდ ეფექტურად
უყურებდა სხვადასხვა ბაზრებს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გადაწყვეტილებები, რამდენად სწორია და მაგას სასამართლო საბოლოო სასამართლო უნდა მიიღოს, თუმცა სხვადასხვა სფეროში მიუღია კონკურენციის სააგენტოს საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, ამ პირობებში დამატებით კომისიის შექმნა ცოტა გაუგებარი არის. კანონიც არსებობს კონკურენციის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რას ნიშნავს, რა არის კარტელი, ხო, რა არის კარტელური შეთანხმებები. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის გვერდის ავლა და კომისიის შექმნა და შემდგომ ძალოვანი უწყებების მიერ დოკუმენტაციის ამოღება გარკვეულწილად კითხვებს აჩენს, რა პროცესია ეს, ვინაიდან თავის დროზე, როდესაც კონკურენციის შესახებ კანონი მიიღეს, სისხლის სამართლებრივი ნაწილი მას გამოაცალეს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩათვალეს, რომ ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა და მას ადმინისტრაციულად მოდევნოთ. კანონი არ შეცვლილა, თუმცა იცვლება პრაქტიკა, როგორც ჩანს, რაც ესე ვთქვათ, არ ამგონია, რომ სამართლებრივად ესე ვთქვათ, გამართული პროცესი იყოს. გასაგებია ვნახოთ რა განვითარება მოყვება ამ პროცესებს და საბოლოოდ მივიღებთ თუ არა მოქალაქეები გაიაფებულ პროდუქტებს. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში ვახტანგ თქვენი აზრით? რა არის ყველაზე სუსტი წერტილი? ყველაზე სუსტი წერტილი ალბათ ვარ თითოეული ჩვენთაგანი მიღებული ჩვენი გადაწყვეტილებებით. ამ შემთხვევაში. ყველა მაგოთ პასუხი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები თქვენ და აუცილებლად მოვიკითხოთ კიდევ ერთხელ ამ თემას. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაია. ხვალამდე გემშვიდობებით.